Sabrunit პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო ამბით, რომელიც 10 მაისს 6 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება გელათის 4 თავის მინიატურებით ილუსტრირებული სახარების ახალი გამოცემის პრეზენტაცია შედგება ამ დღეს და პრეზენტაციასთან ერთად ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში დაგექმნებია გელათის 4 თავის გამოფენა. Ჩვენ გვაქვს პირველი ეგზემპლარი, ეს მგონია ამ შედევრის და ნიმუშის და ყავს სტუმრები, რომელსაც გაგიდგენ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კოდავა, გამარჯობა და გამომცემლობა ბაკმის წარმომადგენელი და პროექტის ავტორი რუსუდან მოსიძე. პირველ რიგში, რადგან იდეის ავტორი ბრძანდებით, როგორ გაჩნდა ეს იდეა და შემდეგ როგორ შეასხით ხორცი, ესე ვთქვათ. ეს მეორე წიგნი გახლავთ იმ დიდი პროექტის, რომელსაც ქვია განძი რჩეული. პირველი წიგნი ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, 2 წლის წინ გამოცემულმა, ეს გახლავთ წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი. ერთიც და მეორე წიგნიც ორივე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით და დახმარებით შეიქმნა. ორივე ჩვენთან მოხდა, ხო? ჩვენი სტუდიის გავლით გახდა პირველი წიგნი და მეორე წიგნი. პირველმა წიგნიც კი ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და იმედი მაქვს, რომ ამ წიგნსაც არანაკლები მოწონება ექნება. ბატონო, თქვენი წინასიტყვა ახლავს წიგნს და ბოლოს ამბობთ, რომ ქართულმა მინიატურამ უნდა დაიბრუნოს ძველი დიდება და მშვენება. როგორ ფიქრობთ ამ დიდების დაბრუნებაში ამ გამოცემას რა წვლილი აქვს? მადლობა მოწვევისათვის და მადლობა ასეთი კარგი კითხვისათვის. მართლაც მე მიმაჩნია ერთ-ერთი დანიშნულება ამ საეტაპო მნიშვნელობის გამოცემისა ის უნდა იყოს, რომ მოახდინოს ამ არაჩვეულებრივი დარგის ქართული მინიატურული მხატვრობის პოპულარიზება. ბოლო პერიოდში აღდგა ბევრი ტრადიციული დარგი, როგორც არის თქვა საეკლესიო ხუროთმოძღვრება, ხატწერა, მოიხატა ეკლესიები, დამზადდა არაჩვეულებრივი ჭედური და ფერწერული ხატები, აიგო ეკლესიები და ეს პროცესი გრძელდება და რამდენიმე დარგია ესეთი, რომელიც ცოტა მივივიწყეთ და ჯერჯერობით პრობლემაა. მაგალითად იგივე მინიატურული მხატვრობა, მაგალითად კალიგრაფია, რადგან თითქოს და ეს დარგები, ხელოვნების ეს დარგები თითქოს და ნაკლებად პრაქტიკულია და აქედან გამომდინარე ჭირდება ძალიან დიდი შრომა და ვთქვათ ერთი შეხედვით შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ნაკლებად ეფექტურია მინიატურა მცირე ზომის არის და ვთქვათ დიდი ზომის ხატი უფრო ეფექტურია შეხვალ ეკლესიაში მოხატული ტაძარი უფრო ეფექტურია. არადა შევადარებდი მაგალითად მინანქარს რამდენი შრომა ჭირდება, რა ენერგია ჭირდება და ბოლო პერიოდში შესაბამისმა ოსტატებმა, ხელოვანებმა შეძლეს ამ დარგის წინ წამოწევა და პოპულარიზება. ფიქრობ, იგივე გზა უნდა გაიაროს ქართულმა მინიატურამ. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი. ფარჯიანი იყო ერთ-ერთი, ვინც ასე ვთქვათ, წამოიწყო, ხო, ამ დარგის ასე ვთქვათ განვითარება. დიახ, და სხვათა შორის ძალიან ისეთ პერიოდში, როცა არავინ ფიქრობდა ასეთ დარგზე, მან შექმნა ხელნაწერი ირაკლი ფარჯიანმა ხელნაწერი სახარებები დადიოდა სხვათა შორის ჩვენთან მაშინ ხელნაწერთა ინსტიტუტში იწერდა და მუშაობდა იმ მასალებზე და აფორმებდა თავის კალიგრაფიით ამ სახარებებს. იოანეს სახარება და მარკოზეს სახარება შექმნა მან და დაურთო თავისივე მინიატურები. ეს იყო პირველი მცდელობა იმ დიდი წვეთის შემდეგ და დღეს არიან ადამიანები, რომლებიც არიან დასაქმებული ამ სფეროში, მაგრამ არავინ არ მისდევს ვთქვათ ცალკე აღებული ამ დარგს. ვთქვათ როგორც ესე პარალელურად აკეთებენ, ვინაიდან როგორც გითხარით, რაღაცნაირად ჩვენ საზოგადოებაში ისეთი ახბარო, ეს არ არის პრაქტიკული დარგი. როგორ мотиваცია რა უნდა იყოს, რომ თქვათ გახდეს ეს დარგი ისეთი, რომ აი შესწავლა მოუნდეთ? არა, შესწავლა ეს სხვა მიმართულება, ამისთვის არსებობს ჩვენი დაწესებულება და ათეული წლების განმავლობაში, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ შესწავლის ობიექტია ქართული მინიატურა და ძალიან ბევრი საინტერესო ნიმუშია ჩვენამდე მოღწეული და ბევრი რამ არის შესწავლილი და კიდევ შესასწავლი. თუმცა მე ახლა საუბრობდი მეორე მიმართულებაზე, რომ რაღაცნაირად ეს ტრადიციული დარგი აღდგეს. ამისათვის ერთი მხრივ საჭიროა პოპულარიზება, მეორე მხრივ რაღაც აი ამ
ამ ადამიანების, ვინც ამ საქმეში არიან ჩართულები, მათი ხელშეწყობა და შესწავლაში მეგობრებოდი სწავლას უშუალოდ ამ საქმის. საქმის სწავლა. იცით რა, ვინც წარმატებულად მუშაობს, თქვათ, ხატწერაში, მონუმენტურ ფერწერაში, მათთვის ეს მაინც ცალკე დარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ შეუძლიათ დაოსტატნენ ამ მიმართულებითაც. და აი ეს გამოცემა, რომელიც გამოცემობა ბაკმა განახორციელა დიდი მადლობა, ეს ჩვენი ერთობლივი მეორე პროექტია ვეფხისტყაოსნის გამოცემის შემდეგ. აი ეს გამოცემა ალბათ ბევრს დაეხმარება, ერთგვარი სახელმძღვანელო შეიძლება იყოს ხატმწერებისთვის. სხვათა შორის ამ გამოცემის კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ ფაქტობრივად ეს არის სრული პუბლიკაცია გელათის სახარების მინიატურების. ანუ სამეცნიერო თვალსაზრისითაც შეუძლია გამოიყენოს ადამიანმა, პრაქტიკული თვალსაზრისითაც ხატმწერებმა, მინიატურისტებმა. და ქალბატონოსნა საკმაოდ მაღალი პოლიგრაფიული დონე აქვს ამაში და ძალიან მრავალისმომცველია. მოოქროვი და მოოქროვია ფურცლები. დიახ, როგორც გითხარით, ესე იგი თვითონ პროექტს ქვია განძირჩეული. პირველი წიგნი არის ვეფხისტყაოსანი, მეორე წიგნი გახლავთ ზუსტად გელათის ოთხთავი. ახლა ძალიან შევეცადეთ, რომ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ წიგნი ზუსტად ასეთი ყოფილიყო. რჩეული. ნამდვილად რჩეული, იმიტომ რომ ნამდვილად ჩვენი ქართული ერის და ეროვნების ნამდვილად განძია. ამ წიგნისთვის სპეციალურად შერჩეულით უნდა ჩამოიტანეს იტალიიდან არის შეძენილი, იტალიაში შეძენილი ტყავი. შევეცადეთ, რომ ყოფილიყო ძალიან მდიდრულად, არც გადაჭარბებულად, მაგრამ მაინც მდიდრულად. სადაც მდიდრულად. დიახ. თვითონ წიგნი არის ძალიან ლამაზი. ახლა რატომ მაგალითად მაინც გელათის ოთხთავი, რატომ მაინც გელათის სახარება? საერთოდ სახარება და ოთხთავი ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო და ყველაზე მეტი ხელნაწერი სწორედ ოთხთავის ხელნაწერი გვაქვს. ყველაზე მდიდრულად შემკულიც როგორც წესი სახარებებია. კი და აღმოჩნდა რომ და პირველი ფაქტი, სადაც სახარებაზე საუბარი, აი ჩვენს პირველ ლიტერატურულ ძეგლში შვანიკის წამებაშიც არის ნახსენები. მე-10 საუკუნიდან დაიწყო უკვე არა მარტო გადაწერა, არამედ დაიწყეს მდიდრულად შემკობა. და ეს გელათის, რომელიც აქ როდესაც დაკვეთას აძლევენ, ეს ძირითადად იყო სამეფო ოჯახებიდან ხდებოდა და მდიდარი ფეოდალური ოჯახების წარმომადგენლები უკვეთავდნენ ასეთ მდიდრულ ხელნაწერებს. რაც შეეხება გელათის ოთხთავს, სამწუხაროდ, ვინ არის მისი გადამწერი, როგორ მოხდა, სად მოხდა ამის გადაწერა, ამის ფაქტები, ამის ისტორიული მოთხრობა არ არის. მოკლედ ჩვენ შეგაწყვეტინებთ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ იმეც ვიტოვებთ, რომ ძალიან ბევრი მსმენელი და მაყურებელი მოვა 10-ში 18 საათზე. მოსაწვევები არის არაჩვეულებრივი სილამაზის, იმედია ჩვენც შევხვდებათ თითო-თითო. და დაწვრილებით, უფრო დაწვრილებით, რაც აქ დააკლდათ ჩვენ მაყურებელს და მსმენელს, იქ ალბათ ყველაფერი უფრო დაწვრილებით. მინდა უბრალოდ ერთი რამ ვთქვა, რომ ეს არის, აი ეს წიგნები თქვენი გავეთქვათ, ეს არის პირველი ნიმუში ქართული ფერადი სახარების. ბეჭდური სახით, ნაბეჭდი, ეს არის პირველი ნიმუში. ამ ხრივ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. სულად არის კი ყველა მინიატურა. და მე ვფიქრობ საუკეთესო საჩუქარიც არის. დიდი მადლობა. მადლობა. ხანდ, გეშლება, ხალ ჩვენ ყლა შეხვდებით ერთმანეთს ახონის. ნახვამდის.